კიდე ერთი პრინციპი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სამყაროში და ურთიერთობებში, დაახლოებით რო აგიხსნათ, როგორ არის. ნუ წარმოიდგინეთ, რომ სურათი გაქვთ ტელეფონში, მაგრამ ადრითად ადამიანის და ეს სურათი შორიდან ძალიან ლამაზია, რაღაც კარგი მანძილიდან გადაღებული, მაგრამ როგორც კი ამ სურათს ესე მიაახლოებ, მისი ხარისხი ხუჭდება და ბუნდოვანი და არასასიამოვნო ხდება, ხო? ანუ ეს რა შეიძლება იყოს მაგალითი რა, რომ ესეა ურთიერთობებიც. ნებისმიერ ურთიერთობაში, ადამიანებთან მიმართებაში, ყველანაირ ურთიერთობაში საჭიროა მანძილი და დისტანცია. ზღვარი არ უნდა გადახვიდე. თორე იქ რაღაცა პატარაზე გაფუჭდება, რაღაცა არასასიამოვნო იქნება, რაღაცა დამახინჯდება. ზღვარი ყველაფერში საჭირო არის ცხოვრებაში. ურთიერთობებში და რომელიც ზღვარსაც გადადიან ადამიანები მე ისინი ნანობენ ვინც არ ნანობს გაცნობიერებული უნდა კონდეს მაშინ რომ ამ ზღვარს რა მოყვება მომავალში რა პრობლემა მოყვება რა თავის ტკივილი მოყვება რა სანერვიულო მოყვება ამას როცა გაანალიზებ შეიძლება უკვე ზღვარი და შენ საზღვარში თავი უკეთესად იგრძნო ეს არის ერთ-ერთი პატარა მაგალითი კიდე იმისა, რომ ურთიერთობაში, ნებისმიერ ურთიერთობაში არ აქვს მნიშვნელობა მეგობრობა, ძმაკაცობა, დაქალობა, ნათესაობა, ყველა ურთიერთობაში უნდა იყოს დისტანცია, ცდილობის და ნორმის ფარგლებში. ზედმეტობა და ზედმეტი სიახლოვე არსად არ არის კარგი. ძალიან. იმიტომ რომ რატო იცი? ზედმეტად რომ ადამიანს დაუახლოვდები, მე ის შენგან ყოველთვის მოითხოვს იმ ყურადღებას, რასაც მას უთმობ. შენ რო შენ საქმეშიც ერთი დღით მოცდე და ის ყურადღება მას მოაკლო, უკვე შენ გამოდიხარ ცუდი. ბუნებრივად. სამწუხაროდ ეს სიმართლეა. ცუდი გამოდიხარ არაფერს გამო და შენ წირავ შენს ცხოვრებას, როცა ამ ზღვარს გადადიხარ და გაცნობიერებული უნდა კონდეს, ეგ რომ შენ როდესაც ამ ნაბიჯს გადადგავ, შენ ჩათვალე უკან დასახევი გზა არ გაქვს. თუ უკან დაიხევ, უბრალოდ შეიძლება ადამიანი დაკარგო. ძალიან უბრალოდ. ძალიან უბრალოდ. რეალობა ეს არის. ანუ ადამიანებს როგორც მიაჩვევ სითბოს და ყურადღებას, ყოველთვის ისე მოგთხოვენ სამომავლოდ შენ. ჩათვალე შენი საქმისთვის, შენი ცხოვრებისთვის, შენი ინტერესებისთვის შეიძლება აღარ გქონდეს დრო. და როდესაც ზღვარი გაქვს ყველასთან, საზღვარი, დისტანცია, ყველასთან კარგი, სასიამოვნო. ჩათვალე რომ შენი დროც და შენი თავის სიყვარულის დროც გრჩება. მე არ გულისხმობ რომ ადამიანები არ უნდა გიყვარდეს, არ უნდა იყოს სითბო, სიახლოვე, მაგრამ ყველაფერთან პატარა ზღვარი საჭიროა ცხოვრებაში, პატარა. ეს ჩემი აზრია, რა ვიცი. გონი ყუილი არა. თქვენ რას ფიქრობთ? თუ ფიქრობ რომ რამე განსხვავებული აზრი გაქვთ, დაწერე კომენტარში.